გამარჯობა, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. ვინც მართლმადიდებლები ხართ, გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს და ესწარით მრავალს ბედნიერები, ჯანმრთელები და გახარებულები. ეს არის ტარო პროგნოზი თქვენთვის, ვისაც გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, მომდევნო 3 თვის პროგნოზი. იანვარი, თებერვალი, მარტი. დაახლოებით რა იქნება მთავარი თქვენს ცხოვრებაში მომდევნო 3 თვის მანძილზე? ცადოთ და გავეგოთ ტაროს კარტის დახმარებით. მაშ ასე ძვირფასებო, ვისაც ამოგიგდოთ ეს ვიდეო და ვინც დარჩით, რომ გაიგოთ, რას ვიტყვი თქვენთვის. მომდევნო 3 თვის ტენდენციები, მთავარი ტენდენციები თქვენთვის. ძირითადად თქვენ ფინანსებზე ხართ ორიენტირებული, ნახეთ როგორ ულამაზესი არკანი ამოვიდა, ეს არის 9-იანი პენტაკლი. ძირითადად მთავარი თქვენთვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში იქნება სამსახური, ფინანსები, შემოსავლები, თქვენი სტატუსი საზოგადოებაში, თქვენი იმიჯი, ის ასევე თუ როგორ გამოიყურებით, რა გაცვიათ და ყველაფერი რაც ეხება თქვენს პერსონას, რაც უფრო მეტად წარმოგაჩენთ დადებითი კუთხით საზოგადოებაში. აი ეს იქნება მთავარი ტენდენციები. ისევ ვიმეორებ, სამსახური არის, ეს ფინანსები არის და ასევე თქვენი იმიჯი საზოგადოებაში. კარგით. ნახოთ კონკრეტული სფეროები, რადგან ფინანსების კარტმა გახსნა, მოდი პირველი ნახოთ ფინანსების სფერო თქვენთვის მომდევნო 3 თვის განმავლობაში, თქვენი ფინანსები და შემოსავლები. ესე იგი, თქვენ ხართ ახლა პოზიციაზე, იანვრის თვეში, მოდი ასე ჩავთვალოთ ეს, იანვრის თვეში თქვენ დაკავებული ხართ, ასე ვთქვათ, იცით, რითი აი ირჩევთ თქვენს პრიორიტეტებს და თქვენს პრინციპებს. აკვირდებით სიტუაციას. რატომ? რომ შემდეგ იმოქმედოთ უფრო თამამად. ესე იგი, იანვრის თვეში რაღაც შეზღუდვებს უწესებთ თქვენს თავს ფინანსების კუთხით, რადგან ფინანსებზე დავსვით კითხვა, ფინანსებზე გადავეყვანოთ, ასე ვთქვათ, ეს პასუხი რაც არის, იანვრის თვეში თქვენ თავს უკეთებთ შეზღუდვებს, რათა მომავალში უფრო თამამი და უფრო ამბიციური და ესეთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთოთ. შემდეგი თვე არის თქვენი გამარჯვების თვე. თქვენ ყველაფერი დაგეგმეთ ზუსტად და სწორად და მიაღწიეთ გამარჯვებას, რასაც გარშემოყოფები გილოცავენ. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა თქვენი მხრიდან, რაღაც თქვენ შეძელით და გადახვედით, ასე ვთქვათ, უფრო მაღალ საფეხურზე, თქვენს კარიერაში, დაუშვათ თუ კარიერას ეხება, შეძენა თუ გინდოდათ რამის გააკეთეთ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი, კარიერულად არის წინსვლა, არის დაწინაურება, არის მაღალი ხელფასი, ან ვინც ამ მომენტში არ მუშაობთ და ელოდებით, როდის გახვალთ სამსახურში, ან რომელ წინადადებას დათანხმდეთ, დაუშვათ რა ბიზნეს მოკიდოთ ხელი, ან ასე შემდეგ, მომდევნო თვეში, ესე იგი რა გამოდის ეს თებერვალის თვეში თქვენ გააკეთებთ თამამ განაცხადს, ან დაიწყებთ სამსახურს, ან ბიზნეს, ან რაღაც ისეთი შემოსავლის ისეთი წყარო გექნებათ, ან შემოსავლის ისეთი რაოდენობა, რომ იქნება ეს მოსალოცი და მეც გილოცავთ ძვირფასებო. ესე იგი, მომდევნო თვეში თქვენ ძალიან კმაყოფილი იქნებით თქვენი მდგომარეობით სამსახურში, თქვენი ფინანსებით, შემოსავლებით და შენაძენებით. შემდეგი თვე მარტი არის სიამოვნების თვე, არის კმაყოფილების თვე თქვენთვის. თქვენ ეს ნამდვილად დაიმსახურეთ და შესაძლებელია მარტის თვეში თქვენ ცხოვრებაში გამოჩნდეს სიყვარული, თუ თქვენ მდედრობითი სქესი ხართ და თუ მამაკაცი მადევნებთ თვალს, მაშინ თქვენ რაღაც ისეთ ენერგიებში ხართ, აი შეყვარებული ხართ თითქოს, აი რაღაც უდიდეს სიამოვნებაში ხართ და ძალიან დიდ კმაყოფილებას განიცდით.
მარტის თვეში. ფინანსებზე ესე იგი კმაყოფილი იქნებით თქვენი ფინანსებით, უფრო მეტად გენდომებათ მარტის თვეში, ასე ვთქვათ, გართობა, რავი, არ არის შესაბამისი სიტყვა, მაგრამ სხვა სიტყვა ვერ მოვიფიქრე, უფრო მეტად გართობა და ასე ვთქვათ, შესვენება, ვიდრე რუტინული მუშაობა, რაღაც ესეა. მარტის თვე მთლიანად ეთმობა თქვენს სიამოვნებებს, შესაძლებელია აქ არის რაღაც სუფრები და ასე შემდეგ. კარგით. ნახოთ რომანტიული კუთხით, რადგან აქ იყო ამაზე მინიშნება თქვენთვის, ვინც გახსენით ეს ვიდეო, მომდევნო 3 თვე სასიყვარულო რომანტიული კუთხით რას ცირვასება ეხლავე, აი თავისით გადმოხტა. ცვირფასებო, იცით როგორ არის. კარტები საუბრობენ როგორც შეუძლიათ. ესე იგი, თქვენს ცხოვრებაში შემოიჭრება, ჯერ თუ არ არის, უახლოეს პერიოდში, აი უკვე სადაც შემოიჭრება პიროვნება, რომელიც აი შეიძლება რაღაცა თავბროს დაგახვევთ, რაღაც ეცდება, რომ კომფორტის ზონიდან გამოგიყვანოთ, ეცდება, რომ ესე იგი თქვენი გეგმები გადადოთ გვერდით და ყურადღება მთლიანად დაუთმოთ მას და მასზე კონცენტრირდეთ, მაგრამ ძვირფასებო, რაც არ უნდა ქარიზმატული იყოს, მდედრობით სქესს მივმართავ. რაც არ უნდა მომხიბვლელი იყოს, რაც არ უნდა დამაჯერებლად საუბრობდეს ქარიზმატულად და მომაჯადოებლად. იყავით ფრთხილად. ასევე, რაც არ უნდა საჩუქრებს გიკეთებდეთ და ფინანსებს გახარჯებდეთ. მაინც ჩემი პირადი რჩევაა, რომ როგორ თქვა, არენდოთ მის სიტყვებს. არენდოთ, არ ვამბობ, რომ რაიმე საფრთხე აქვს, არაფერი, უბრალოდ ყველაფერს დაიჯერებთ, რასაც თქვენ საპირისპირო სქესი გპირდებათ, ან გეუბნებათ, ან გაჩვენებთ რაღაც დაუშვა თავისი ქცევებით და თავისი კარგი დამოკიდებულებით თქვენს მიმართ ან საჩუქრებით. უბრალოდ თქვენ დაფიქრდით და იცადეთ, რომ უახლოესი 3 თვის განმავლობაში არ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან, რაც არ უნდა ლამაზად, ასე ვთქვათ, წარგიდგინოთ თავი ვინმე ადამიანმა, ვინც თქვენს მოხიბლას ეცდება და ასეთები იქნებიან მინიმუმ 2 ძვირფასებო. ძალიან გააქტიურდებიან და ეცდებიან თქვენს ასე ვთქვათ, დაპყრობას და შეპყრობას. ესეთი რაღაც ვნებებით დატვირთული იქნება მომდევნო 3 თვე თქვენთვის სასიყვარულო რომანტიული კუთხით. მოდით შევანახოთ ამ სიყვარულში თქვენთვის რჩევა. დიახ, არ გასცეთ ძვირფასებო ემოციები, არც ერთ ვარიანტში, არ გასცეთ არც ფინანსები, არც ემოციები, საერთოდ არაფერი. იყავით თქვენს ოჯახში, სახლში, ან სამსახურში, სადაც ხართ ძირითადად თქვენ, რაზეც ხართ ძირითადად კონცენტრირებული, არ აყვეთ ემოციებს და არ გასცეთ არც დაპირებები, არც ემოციები, არც სიყვარული, არც ფინანსები, საერთოდ არაფერი. იყავით შორს მაქსიმალურად, ეს არის ვარსკვლავი, ნახეთ უმაღლესი არკანი, მაქსიმალურად შორს, თქვენი აზრები, ფიქრები, არაფერი არ გაუმხილოთ თქვენს თაყვანისმცემლებს, მამაკაცებს და არც რაიმე აუხსნათ. უბრალოდ დაკავდით თქვენი ყოველდღიური საქმიანობებით. კარგით, ფინანსები ვნახეთ, სიყვარული ვნახეთ და ზოგადად ვნახოთ თქვენ თავს როგორ იგრძნობთ მომდევნო 3 თვის განმავლობაში, რათა მიხვდეთ, აი როგორი პერიოდი გექნებათ. შესანიშნავია ძვირფასებო, თქვენ თავს იგრძნობთ ბედნიერად, ეს არის 10-იანი თასი, განსაკუთრებით თქვენს ოჯახში, თქვენ ხართ სამართლიანი, თქვენ ხართ ლამაზი, თქვენ გაქვთ მაღალი IQ, ეს არის უმაღლესი არკანი სამართალი და
თქვენ თავს იგრძნობთ ისე რომ თქვენ დაიმსახურათ ეს ბედნიერება, ეს სიმშვიდე, სილამაზე და კმაყოფილება, რაშიც ხართ ნამდვილად და გისურვებთ ბედნიერებას. შევხვდებით